დილას ვიდობისა ჩემო კარგებო, როგორ ხართ რა შვიდით? ხო ხართ კარგად? კაგლის პირთა ჯეთი აქ კაგლები მაქვს. დავარჩიო ზოგი ყველა გულიდან ვერ გამოვიდა. აი ესენი კი აქ ესეთი, მაგრამ აი მოშრება და ყველა კაი იქნება აქ მაგიდე რამდენიმე წამი. დაბლაწყრია. ასარჩევია და ხელები დავის, ხენ გამიმუხსიანი როგორ ხართ რა შვებით ხომ ხართ კარგად. კარგი დღე გვა გუშინაც ისე ცხელო და ორი დღე ვენტილატორს თავდა. რა ვიცი დღესაც შეიძლება კი ჩამოცხეს. ყავა კი დავლიე. ცოტა ღამაკ. დავიღებ რამეს მეთქი. თორე აქ მე ვერ დაჭდები ადამიანის საღამომდე. ისეთი მზია ხოლმე. აი ხო ახლა მქათამა ყველაფერი. Ყველას დიდი მადლობა შემოგვარდება დიდი კომენტარებისთვის. კიდე თუ შემოვიდა რამე რა ვიცი არ მინახია. გუში შემომივარდა დასაწყისში ვიღაცა. ერთი ამას წინათაც მომწერა რომ შენ წახსო მაშინაც ვთქვი რა და არ დამიბლოკია უბრალოდ წავშალე ეს ადამიანი ვიცი მე ასეთი არასოციალო ადამიანები ნამდვილად არ მაწყობს აქ ჩემთან. შენ წახსაც სევდაქვიო რა მოსაწყენია შენთან ყველაფერი ნუ კაი გამიგარი არაფერი ახლა კიდე შემომიჩდა. შენ სულ გცივაო, სულ ცხელაო, სულ პრობლემები გაქვს, შენთან რა მოსაწყენია, შედალო ცვილო, შედალხენი. ვიღაცა ხარ აფცია, ორი ხარ ხათუნი ეძერა მგონია თუ რა ვიცი, მე თუ არ მეშლება შენაფული მეთის ხალხო დასკერნი. ვერა ეს ხალხი კარგად თუ მოსაწყენი ვარ, რასიშლი ჩემთან მე რა გინდა. ნუ მოიწყე, კაცო, ჩვენ კარგად უდავიჯდარ ხარ და მოწყენილი ხარ, წადი სხვა სუყურე გაფხიარულდი. თუმ ახლა მაგით მაწყენინა რა. და ერთი ბედრო ის ნაკურთხი წყალი რომ მიაწყაბ ხალხს არ უშველს ასეთებს. ვითომ რაღაცას ამბობს სამი და მე უნდა მაწყენიოს. და როგორ მეწყინა რამდენი და მაგდა. ნეტა შეჭკვა მოგიმატებოდეს ვიღაცა ხარ გაკლია მაგრად. თუ მოსაწყენი ვარ. რატო არ უყურებ სხვას, რატო იშლი ჩემთან ნერვებს. რას დამიჯიქია, დაგავალა ვინმე დაგაძალა დაგამბა. თუ რა გინდა. შენი დავხენილი ცხოვრება გვაჩვენეთ, შენ გადაიღე, ეს ჩემი არხია, ჩემი სადარდებელს, ჩემს მას ამბობ მე, დღეს რა მიხარია, ხვალ რა მწყინს. როგორია ჩემი ცხოვრება? ახლა სულ გიჟები იცინია. შენ ეთქობა არაფერი გადაარჩევს, გაკლია მაგრად ეთქობა. ხო და სულ გიჟები იცინიან და გიჟები არიან სულ კარგად, მათ აქ აწყობილი ცხოვრება წაბდან და უყურემთ. ამოვდექ გვერდში. ხო და ავდექი და ესეთი შემომიჩნდა ეს ადამიანი ეთქობა ვიღაცა ვერ არის კარგად. და მივაბლოკე. აწი ვინმე რამის დამიწერს კი არ წავშლი დავბლოკავსიო. რამდენჯერაც უნდა გააკეთონ. მივაბლოკავ ყველას და შიფერდაცურებულ ადამიანებს. მე ხელის გული მეხანება. მარცხენა ხელის გული. შემომიჩნდა ვიღაცა სულელი. მოსაწყენი შენ ხარ ეთქობა. უბერავ კაი მაგრად. თორე შენ მოსაწყენი არ იყო კი მე თუნთლი მოსაწყენად კი არ დამიჯდები აქ და კი არ მეყურებ. ვერა ეს ხალხი კარგად. შენ გინაცვალი არაფერი არ ყავს ეთქობა. და არც გადარდებს არაფერი, ფეხებზე კიდია ეს ცხოვრება და მე მასი არ ვარ. ასე ფეხებზე მკიდიე და უდარდელი ადამიანი ნამდვილად არ ვარ.
მიხარია კიდევაც შენ მე მარტო ვიღებ ვიდეოზე ჩემს სიხარულს აქ ვერ გაიგებ ახლა გიჟივით ვერ დავიწყებ მარტო ხსეჩილს გიჟები იცინია ყველა დღე სულელით ასე ესეთი ამბი რასია რასასურველ ადამიანებს მივაბლოკავ ყველას არ გამიჭირვენ კაცო საქმე ვინაგი შენ შეგაბარო ახლა მე ანგარიში რას გადავიღებ აქ რას ვიტყვი მოიტან ქუჩი აკუნა მე ბიზურმანი კინა ფრაი კონიკა ой ლანკ მოდი ჩემ ой მისტერ არ მოხო ცხვირი მეკაევა და ცხვირი როგი ხაივა სტუმარი მოგა ვიღაცა მოიჩქარეს ნუ ახლა სტუმარი დააშინე მეზობელი მოვიდა სტუმარი ქვია მაინც ვიღაცა მოგა რაცა მოიჩქარეს ანუ ასე იციან ანუ სალვაში თუ გეკავება იცი ცრუწმენა თუ ნამდვილი არ ვიცი ხშირად ემთხვევა აკრეთას რა არაფერი ისეთი არ ხდება ჯერადრი მე მჭას დავაკრა ძაღლები მშირო არ დამჩნევს მე შუა დღეზე კარტოფილი შევწვა მედი არაფერი გავაკეთო გუშინ ლეღური დავკრიფეთ ცოტა ხმელად მე გადავიღე მაგრამ დამავიწყდა უკვე ცოტა ხან მქონდა სიმინდის მოხარშეთ თავიდან გადაღებო დამავიწყდა ხო და რო გავანახევრეთ და ცოტა დარჩა მე გადავიღე მაინც რა ვიცი ცოტა დღესაც მაგ ერთი 5 და რომ მოშინახული მოხარ ყველა არ მოხარში გუშინ ბევრი იყო და ორჯერ მინდა ხოლმე გადაღება მაგრამ რა ვიცი გუშინ აღარ გადავიღე მეორეჯერ მივანებეთა ჭაი აქამდე მქონდა დღეს პატარა ჭიქი დაღაყოფნის ხოლმე დიდი და იმივე ჩვენიც აგი ჩემთვის არის დიდი და ნანიკი მიში მე რა დამკბინა შევიდე კარებს გავაღებდი სიგრილე იქ არის აქ უკვე დაცხა ზენდა მაცხუნი ძალიან დილაკი არა 12 საათი დაიწყო მგონი 12 წუთებია გამიშვენ თორე არც რამდენი ხანია მე ნისი არ დამიდვია საერთოდ და ნისიაზეც ჭედავენ კი ხوار მივდივარ ხوار ვაწუხებ არა მაინც ეხლა პირველად დავიდე ნისი რამდენი ხნის მანძილზე რა ვიცი მე რომ მუშაობდი აქტიურად ის ვიცი იყო მე პატრონები ისიც კი მეუბნებოდა რომ ყველას არ მიცემია თუ და რაღაცა და ისე დაღალდა ძალიან აცნობებს დაკრჩენ მეზობელი მომცი იყო თუ მოვიდე და ისე პაძლებდი მაინც პაძლებდი
კი მიყონა ვიცოდი ვინც იყო მომტანი და ვიცოდი რომ თვის ბოლოს აუცილებლად მოქონდა უთხარი რაზე უბრუნდი ვარს მე თვის ბოლოს ხომ მაინც მომხმები რომ მე აღარ ამბობდა რა ვაძლევი და ჩემზე რომ მიდგება საქმე აი ჩემზე რომ მიდგება აი რა ვიცი თვითონ გაისა ვინც დგას ის გაჭედავს ხოლმე არა და იმ ადამიანსაც მაშინ მის დროზე უარს მოგნებოდა და მე იმას შვებოდი ყველანაირად ყველას ხელს უწყობდი. ნუ ახლა კი მომცა, მაგრამ მაინც რაღაცა დაიწუწუნა ისე. როცა ადამიანს იცნობ და უცხო არ არის და იცი რომ მომტანია, არ ვიცი, არ უნდა ისქნა, არ უნდა დაუკავო რა, ამარია რომ დაუთხო რაღაცა წლობით მე არ ვიდეთ ხვალ, ერთ თვეში რომ მოგიტანს ადამიანად თვით ბოლოს. მარტო არ უნდა მიცი. დავიდა ყოფილნარი. ყოფილნარში დაიჯდება ქუთაისის რეის თვითონ ჩამოფრინდა ხალხი. აი იმდენი რეისები სრულდება, იმდენი რეისები თუ დასუდა რა ვიცი მე ძალიან ბევრი მიფრინავს ეს რო წავახა მეორე ეს რო დაიჯდება მეორე გაფრინდება ძალიან ისა ხშირი რეისებია ჩემს გარდა ყველა მაშინ საზღვარგარეთ დაფრინავს რა ყველა უცხოეთში დადის ხალხი მუშაობს აბა ისე ვინ წავახა ტყულად ვინ წავა ყველა იმას ზოგი მოდის ზოგი მიდის ზოგი დროებით ჩამოდის მე რო გამბრუნდები სხვათა შორის ძალიან დიდი სურვილი მაქვს თვითმფრინავით მიმგზავრ არ მაქვს შიში რომ არის ჩემებიც არიან ესეთები რომ ახლა ეგრე ნათესავი ოჯახის წევრი რომ ვაიმე თვითმფრინავში ვერ ჩავშდები გული ხო ამის და მაგაში როგორ იქიდან რომ ჩამოვარდე მე არა ძალიან დიდი სურვილი მაქვს ვიმგზავრო მაგას არ ვფიქრობ საერთოდ არანაირი ერთი გრამი შიში არ მაქვს იმის რომ თვითმფრინავში ჩავშდები არის რაღაცა მომივა მაინდა მაინც მაშინ ჩამოვარდება იგი თვითმფრინავი არა ჩემი სურვილია დაუცემო რომ თვითმფრინავით ვიმგზავრო და გემით არასდროს ვიმგზავრია და ზუსტად აი მაგ თვითმფრინავზე და გემზე აქვს გაჭედვა ჩემს ძალიან ანათესავ ახლობლებს რომ ეშინიათ არასდროს არ მგზავრობ გემით მოგზაურობა მინდა გემით მოგზაურობებიც ხო არის ტურისტული ფასით ძალიან მინდა თან არ ვიცი ახლა რამდენად შევეგუები გემს არ ვიცი ცოტა გულისარება იცის რომ მაშუდა უგემი რაღაცა სხვაზე მერყევს ისეთ არისო პირველად ადამიანი რომ არ არის დამგზავრი უჭირს ვატანაო რა ცუდად მოქმედებს ძალიან კი მაინტერესებს მინდა ძალიან მომწონს და ხიბლავს გემით მოგზავრობა მაგრამ თან იმის შიში მაქვს აი ესეთ ადგილებში სადაც ეს გემები გადის ერთადერთი მიშიში მაგრამ რამე ისეთი არ მოხდეს რომ ზვიგენის და კერძი არ გავხდე ესეთი საზღარის თევზების ზვიგენის და ვეშაპის მე მგონი ვეშაპი უფრო უწყინარი ზვიგენი აგრესიული ძალიან ყველაფერზე კრუიზია ვამბობენ ტურისტული ხაზით ეგ დადის მაგით მოგზაურო დიდი კრუიზი ძალამასი დავით საქართველოში ესე ჭირს ცხოვრება ისე ჭირს თავის გატანა რა ვიცი უცხოელები აქეთ მოვიდნენ კარგად არიან ჩვენ აქ კარგად ვერ ვცნობთ სტაბილურად თავს იმიტომ რომ ფული ისეა გაუფასურებული არაფერს უყოფნის არ შემოსავალი გვაქვს არც თავობა გვაძლევს არაფერს რაც მოხდა ისე წევართვა და ძალიან ჭირს თავის გატანა ცხოვრება როცა არაფერი გაქვს და სოფელშიც ქალაქელები ცხოვრობ ძალიან რთულია ეხლა რაღაცები ძალიან უმნიშვნელო კი არის, მაგრამ ეგ არაფერს გიბსობთ.
ну რა თქმა უნდა ეგეც შეღავათია, მაგრამ მაინც ეს წუწუნი არ არის უბრალოდ ზოგადად განიხილავ, ზოგს წუწუნი გონია, ვინცაც მოსაწყენად ვის ჩემს ლოგებს, შემოკარგება, ну იშლით ნერვებს, ну მოიწყენთ, გადაბრძანდით სხვაგან, უყურეთ ვარდისფერ ცხოვრებას. ზოგს ვარდისფერი, ნამდვილად ვარდისფერი ცხოვრება აქვს. რა თქმა უნდა მისი შრომობენ და მისი შრომით აქვს წეული ბევრი რამე, ნამდვილად არ ვიცი რომ ახლა მირთმეული აქვს ეს რამე, თავის ცხოვრებას იუმჯობესებენ და ძალიან კარგად ცხოვრობენ და აქ იმის საშუალებაც არ არის ჩვენთან ესადაც რომ სამსახურში ძებდეს ადამიანი და ვერ ნახულობდეს. რომ საკუთარი შემოსავალი მქონდეს და რაღაცა მათ ვიყო თავდაჯერებულად ვიყო რაღაცა მაინც მეგოლებოდეს რომ თვის ბოლოს აღიღებ რაღაცა თავი ვიგრძნო ისე მე მithumetes რამდენი რამე მჭირდება გამოკვლევი მჭირდება ეს მჭირდება მთელი ამბები რომ აღერხებ ვერაფერს არანაირი შემოსავალი ჩვენთან არ არის არც თავრობა არაფერში არ გვეყნება მათ ხრივ ჯერ რა ვიცი მიჯვარის წელი არ არსებობს ახმარი არც რაღაცა იწყობდეს ხელს გეხმარებოდეს დასაქმებაში არ არის. აი მე რა მივარდა ხელებზე ქავი თუ აქ მომცამად რო დავდიალეთ ხოლმე და დიდად ალერგიული არ ვარ მაგრამ უფრო მტვერის მივართ ალერგია. აი ჩემს სამსახურში იქნება რამე გამოსწორდეს ახლა ხუში გავესაუბრე და მე არა აქვს სამუშაოები მხოლოდ იმ ინტერნეტგართან რომელიც ალკია საპენდი ქვია, ბამბის საპენდია იქ უნდოდა, არის ძველი დანადგარი იქ მე ვერ მომუშავებ, გამწოვით არ აქვს გაკეთებული და არის კატასტროფული მდგომარეობაში რო შეგვიძლია დაიშუქებით ხალხს და თვითონაც რომ მუშაობს ახლა ამჯერად რო არ ამიყავდა თვითონ მუშაობდა ახლა სახში არ არის მაგრამ უნახეთ თვითონ მუშაობდა გამოდიოდა თოვლის ბაბუასავით მის სახში იყო კი ბატონო ჩამოიჭმეთ სახეს სულ კი ქონდა თვითონ პირბადე რაღაცა მაგრამ ვერ დაგიცავს იმიტომ რომ უნდა იყო და უნდა ნახოთ გარეთ რამხელა მტვერი გამოდის და ბამბის ნაწილაკები და შიგრა სიტუაცია უნდა ნახოთ დაიშოკებით ის რომ დალაგებული იყო საკერახალ დავალაგებიო გამომიტყე და საერთოდ დალაგებული არ ეტყობა ჯერ ვერც დაეტყობა იმიტომ რომ ხშირად არის ჩართული ვერ დაეტყობა და თან დალაგებულს ეტყობა იმიტომ ახალი ბამბის ნაწილაკები ეტყობა და ძველი და 1 წლის და 2 წლის ჩამო უფერთხავი ჭერიდან ეტყობა რა დონეზეა გაბამბული და იგი იმას ჩაკერული იყო იმას ერთად დალაგებული არასდროს არ ყოფილა ეტყობა კაი ხანი ხოდა იქ მე ნამდვილად ვერ ვიმუშავებ იმ დანადგარზე იმიტომ რომ ჩვენთვის ამხელა მტვერი ჩემ ფილტრებისთვის არ შეიძლება ის კიდე დასვენება გამომიწერე იქ ფილტრების დაზიანება და ვერსად დავისვენ ისეთ ადგილზე მე პატარა მამალიას ყოყოლო ჩინობს ხო და მან ვერ ვიმუშავებ სადაც მე იქ თვითონ მაკეთებინებ და პირველი დღიდან ხალხო კერავდი ვაწყობდი ლეიბები და საპნების იმაში დიახოლდრებით არა აქ მეტი სამუშაო და მარტო ბამბის საპენდში უნდა მონდახმარება და მე ალბათ გამოხვალდა კიდე ის ლეიბები და იგინი უნდა ვკერო ისინი თან ასე გაბურდღულმა დაიწმინდო ხოლმე დაიშли მე კერო ხოლმე მიწზე მომივა კიდე იმ რომ სახეზე რამე შემეფას მე ისეთი ის ვარ ჭარბიოფლიან როცა რამეს ვაკეთებ ჭარბიოფლიანობა მაქვს მაშინ ასე ძალიან გადატვირთული საქმე როცა არის და ახლა ეგრო სახეზე მომეწებება და თედაზე მომეწებება ხო გადაბარჩქო და ვერ მიმუშავებ მაგრამ ჩემთვის თქვი ამხელა არ მე ყველაფერს გავაკეთებ თუ მანდ იქნება სხვა ვინმე გააკეთებს ამ ჯერზე ახლა საპნები და ლეიბები არ იქნება მგონია მეგონი ლეიბი მაინც იქნება გასაკეთებელი მაგრამ პირები და რაღაცები მაინც ყველა ვარიანტში იქნება დასაკერი რომელსაც საერთოდ აუღალყო და გავაკეთე ხო და მაგ ყველაფერს გავაკეთებ თუ ენდომება აყოთ იმ საპენდში მე ვერ ვიმუშავებ და მაგ საპენდში უნდა ახლა რომ მე შემიშვეს და იქ მომუშავე და მაგაზე ხალხო უარს თორე სხვა ყველაფერს მე გავაკეთე
იცის რომ კარგად ვაკეთებ და მოეწონა და ხوار გიმუშავია მანამდე საერთოდ შეხვება მქონია ხალხო და ძალიან კარგად აუღირავდა და ვაკეთებ და საკერავ მანქანაზე კი გონდა შეხვება და რაღაც აზზე ვარ კერებს ვიცი რაღაცა და მას კი მოეწონა ძალიან ხო და ეხლა თუ ენდომება მხოლოდ იმ ლებებსაც ამაწყობინებ იმებსაც დამკერავ პირებსაც ყველაფერს არ არის ადვილი ნერვის საწყობა კიდე სხვადასხვა რაღაცა ყველაფერს აზზე ვარ გავუკეთებ თუ რა ვიცი ან სხვა მოიყვანოს უფრო კაცის საქმეა ან თვითონ შევიდეს თვითონ შედიოდა ამდენ ხანს და რა ვქნა აბა მე ვერანაირად ვერ დავთანხმდები მაგას არ ვიცოდი საპენკი რა იყო როგორი იყო და თუ ენდომება ასე ვიმუშავე გავაგრძელებ ასე და თუ არა და რა და რა თქმა უნდა თუ გადამიხდის ნორმალურად მის ნახევარი გადამიხადოს კაცობის ძირო აქ 1000 არის და დაჟე 100 არის გადამხდელიც არ არის სამას დანადგარი მოჩერდება ის საბანი ვიკერებოდა ყური მეხშებოდა ძალიან ცუთხეში ჩავარ ყურზე შემოხდა ცალ ყურზე შემოხდას პრობლემა მიგუბდებოდა და მე საუბარზე ცხელს მიშლიდა ძლივს ვიხსნიდი ყურს და სახში მომდოდი წამალი კიდევ გაიმქონდა და ვიწვეთებდი ის წამალი არის ანთებიც მაგრამ მე ყურს ვიწვეთებდი ახლა ანთებიდან კი არ მქონდა მაგრამ რაღაცას ვშველოდა გუშინაც მაინც ქონა გამოყოლილი და დღეს გამოვიღებ ამბა ყურიდან და ამბას ვიდებდი ყურში ხო და პლუს ამას ახლა მეჯანმრთელობის პრობლემა თუ შემექნება და მართლა დაიმყაროს არ დავყრობდე კიდე მაგის ხარჯზე არ მიღეს მიზერულ თანხად მუშაობა ნამდვილად რა ვიცი ძალიან რთული შენი თვალი თუ არ ნახე და გაიგებე ეს ქელი შეიძლება ვერ მიხდეს საგანია მე საერთოდ არ უნდა მეძებდი ხალხის სამუშაოზე არც უნდა მუშაობდი ჩემთვის არ შეიძლება მაგრამ დიდი ხანია თავს ეჯარიმებ ვალებ ყოველთვის არ იყო, მაგრამ რაღაცას მაინც ვშოვნილებდი და რაღაცა შემოსავალი ასეთ ისე მქონდა და უფრო ყარად ვიყავი და რა ვიცი ახლა ვერაფერს ვერ ვშოვნილებ. გურიაში მართლა გურიაში სხვათა შორის თელ გურიაში ძალიან ჭირს სამუშაო სტაბილური სამუშაო ჭირს თუ შორის ადამიანი და 300 ლარსებით არ არგით არავინ არ მოგცემს 300 ლარი აშუქებებს გზაში ხარჯება პლუს 300 თელ დღეში ერთხელ მაინც ხომ დაიგო საჭმელში ფული გეხარჯება რაღა გჭება მე რეგზის ფული გამოაგდელი საჭმლის ფული გამოაგდელი და არჩები რომ სოწყულა დადიხ 100 ლარი დაგჭება თუ 150 რა დაგჭება არ ვიცი მე ოჯახში კიდე ვიღაცას რაღაცა ენდომება ის და შენ აღარაფერი არ დაგჭება ხელში ვიდი მოგთხოვს ვიღაცას და ასე ვერავინ მუშაობს ასე კაპიტალზე ძალიან ძლიერია მუშაობა თუ რაღაცა შემოსავალი გაქვს თუ რაღაცა შემოსავალი და ყველაფერი არ გაქვს ახლა კიდე რაღაცა შეფარა კიდე რაღაცა ერთხანს იმუშავებ ჯანდაბას თორე ყველა ტაქსიზე ვისაც მანქანა ყავს ყველა თუ დასაქმებულია იმდენი ტაქსისტებია ახლა რა ვიცი ყველა ტაქსზე გადავიდა ხალხო მეტ შემოსავალი და სამუშაო აქ არ არის მანქანა რომ მყავდეს, უბრალოდ მანქანა რომ მყავდეს, მისწავლდნენ სტარებაზე ტაქსზე ქალები თუ ზიან და ტრაილერზე ზიან, ბოლო ქალები რომ მუშაობენ ავტობუსზე ზიან. შემოვნები დავჭდები და ვიმუშავებ. ჩემი თვითდასაქმებული გამოვალ რა, ჩემი შემოსავალი მეკნება. რაც იქნება, ის იქნება. აბა მეტ საშველი ჩვენ ქვეყანაში არ არის და აქ მეტი ვერაფერს ვერ შევიდა, ვინც ხამდა ახლა დამცინანი
ისეც უნდა დამცინონ და ისეც უნდა მოსაწყენად ჩამთვალოს. სულ არ მაგ მაგის დართ. გაიაროს წავიდეს სხვა სოფლებს. მაიმა დარდი ახლა შენ მოსაწყენი გონი ვარ თუ იგი მხიარული. ესეთია საქართველოში ყოფა და ცხოვრება. მოგვიმატოს ჩვენმა მთავრობამ ხელფასები, ყველა მეორე ადგილზე სამუშაოები გახსნას და ნახე როგორ დახინებული ვიყოთ ყველა, ბედნიერი ვიქნებით, აღარ ვიწუხუნებთ, ყველა ვიცინით მერე და კაი საყურებელიც ვიქნებით. შეგვაწია ერთი სიტყვა მთავრობას. ამ იქნება ხიერი გვიქნას. მხიარულო ადამიან. უნდარდელი არ ნახო შენ საზოგადოება ის კი არა ქუჩაში რო გახარ უნდა ნახო ხალხი როგორი ახალგაზრდა დაწყებული იმამდე როგორი დარდიანი სახით დადიან. ჩემი ის გაუკვირდა ხარი მოწყენილობა რაღაცა შიფერდაცურებს. სულაც არ ვარ მოწყენილი. მე შეგონია მას ოპერა ვინც ხარ გაკლია ბევრი. საბჭო გამოვიმეში მოდის და რაღაცა მარჯვენა ხელის მომხანება ხელი ჩამომართვეს მარჯვენა თუ მეკავები მარცხენა ფულის და ფულს მაჭობს. ჩემთან თუ ვაჭრობ რა იმაჭობს ახლა ფულს. ამ თვის ფულის დაბადების დღე მაგ სექტემბერიც ჩემი თვია სექტემბერი მეყვარს ძალიან. მე ღვინობისთვის ვიძახი ჩვენთან ამ დროზე გეცდება სექტემბერი ოქტომბრი დასაწყისი. ან ალავერდობა დღეს ვარ დაბადებული, ჩემი ალავერდი. მე ბავშვობის მე არ ყოფილი ვარ კახეთში. სულ ალავერდის ეკლესიაში დავდიო. ბავშვებთან ერთი პატარა გონჩილე მამალია რა დღეშია აყვა ახლა იმ ხათს. აგიც კაკანს. აშლის მარს ვაკეთებ ხალხს დაწყებული მაქვს. ეკეთება ოღონდ პატარა ბანკაში დიდი ბანკები არ მქონდა საცდელად პირველად ვაკეთე. ჩემთან სახში არავინ არ იცის. გავაკეთე დავდები მაგას სიკვდილეში უნდა. ავდივარ ყველა დღეურებ, მორიდა უნდა დუღილი აქვს უკვე დაწყებული. ყველაფერი კარგად მიდის, კარგი გამოვა. აუცილებლად ეტყობა რომ კარგი გამოვა. იტრიანებში კორბანკაში მე დავიდა. რამდენჯერმე უნდა გადატანა და დუღილის პროცესი და ეს გაწევა ძალიან ჯერ კარგად მივაძან და ძალიან მიხარია რომ გამომივა ვიცი. რატომ უნდა ვიყიდე ყიდულობდი ხოლმე და სახლში გაკეთებული სახლის ვაშლის მე ყველაზე კაია. ზესარგებული. ვიდეოს უყურე რამდენჯერმე ერთხელ ორხელ და ძალიან დიდი ხანია მინდოდა გამიკეთებინა და ახლა სანამ ვაშლი მაგდა თან დროა ისეთი რომ ახლა უფრო ადვილად დუხდება და უკეთესად გაკეთდება ზამთარში იმიტომ ამატებენ მე ახლა დანამატის გარეშე გავკეთე არ ჩაქარჩანი ღრიაში ცოტა და არც თაფლი იმიტომ რომ ისეთი სიცხები იყო ადუღდებოდა თავში და ადუღების გულისთვის უმატებენ ზამთარში რომ ცოტა ადრე დაიწყოს უასიცილე ადუღება ცოტა არ შაქარს ან თაფლს ან შაქარს უმატებენ ან თაფლს რომ დუღილის გულისთვის რომ უფრო ადრე ადუღდეს და მე ახლა სიცხები რო იყო არ იგი მიქნი არაფერი უკეთესია ან შაქარზე თაფლს ვარ დაამატებ უფრო უჯანსაღი გამოვა უნდა დაიწყო დუღილი აქ დაწყებული ყველა დღე უნდა მოროხო ვურო ძალიან კმაყოფილი ვარ ჯვარის წერია თვალი არ იცის რასაც ვცდილობ ხოლმე უმეტესობა გამომდის ძალიან მიხარია
ახლა ჭედი მაგ დასაკრავი, ცუგებსაც უნდა იმით ვაკრ. ჭადზე ახლა საჭმელად მართლა არაფერი მაქვს, მაგრამ ძაღლების უსუნი დავაკრ. ჭადი საჭმელი არაფერი მაქვს. ჩემ ძაღლები რო არ დარჩეს მთელი დღე გქონდეს რამე, იმიტომ რომ დავაკრე, მაგრამ პურიც ცოტა პურიც გველება, მოიწურა ქფილი. ცოტა დავაწყე. მაიმე იმას უყურებ ხოლმე TikTok-ს. 9 შვილის მამას. ეგ ოჯახი მიყვარს ძალიან. მაიმე კაი ოჯახია ძალიან. აი ეგეთი ხალხის ყურება მიყვარს. არც განწყებიან, არც იწყებლებიან, რა თქმა ეგეთი ცუდი აურის მატარებელის უყურებ მაგ ოჯახს. რომ ნახე თავი და ხარი ზოდი ერთად შევხედე, რომ ნახე რომ ესენი არ არიან კაი სულის პატრონები. უძდელები მართლა კაცები არ იგინებიან სიმასილას როგორც ახალგაზრდა ქალები იგინებიან რა დღეში არის მართლა ყველაფერს ვიკადრები მე მგონი ადამიანსაც მოკლავენ ერთ-ერთი რუჯე ისე დღეში დღეს ხალხი ისეთ გადიტკულებულია და რა ვიცი მე რა ბავშვი არიან და მასეთებს არ უყურე რატომ უნდა უყურო მასეთ უღერს ადამიანს უყურე გამოჯახს ძალიან კაი ოჯახია ხარა გაუდის რომ ცხოვრობენ თქვენც გეცოდინებათ და უყურებ ეგეთ ღირსეულ ოჯახს ყოველდღიურობას თითქმის მთელი დღე თუ არა თითქმის აქვენ სულ ჩართული სადმე მიდიან სულ ის ლაივი აქვენ კიდე და როგორ შრომობენ შვილებიც როგორ ეხმარება თავის ამბებს ყვებიან ძალიან საინტერესოა მისაღებია ახლა ჩემ რომ მიწოდებ ადამიანმა რა მოსაწყენი ხარ აბა იმ ადამიანს რომ მოусმინო ისე ჩვენთვის მოსაწყენი იქნება ყველას თავისი გულის ტკივილი აქვს ის ბავშვობაში რა გულის ტკივილი შეხვდა დღემდე მოყვება ის ბავშვობაში თუ რამედან გეტკინებულია რა ის თელ ცხოვრება გაყვება ან ვინმე გაგინა არასდროს დაგავიწყდება და ის კაცის თელი ახლა ამ ხელა კაცი ამ ხელა შვილები ყავს და სულ იმას იხსენებს და აღნიშნავს ნუ რა გამოიარა მან ბავშვობაში თუ ადამიანს არ უთანაგრძნობ არც მის ჭირს არც მის ხინს არ გაიზიარებ პირიქით შეურაცხყოფას მიატანებ შენ ხარ ყველაზე ცუდი ადამიანი მასში შენ თუ ადამიანს კიდე იქით ადგები და დააბოლინგებ არიან ადამიანები მართლა სიბოროტეს მოყვარულები ძალიან ფეხებს ეკიდია ვინმე თუ კარგი ცხოვრება არ ერგო ან აღარ გახთა გონიათ რომ მენ ასე დაიმსახურა იმის ღირსი არიან და პირიქით კი არ უთანაგრძნობენ ან თანაგრძნობის სიტყვერად მაინც კი არ უთანაგრძნობენ ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვიან თანადგომას და თანაგრძნობას ხო ის გაიზიარა არა პირიქით უფრო თავზე უვლიან ადამიანებს ეგეთი ადამიანები არ ვიცი მე არიან ძალიან ბოროტები ჩემის აზრით ძალიან ცუდი ადამიანები არიან ეგეთები ვინც სიბოროტით ხაზს მით გასაჭირს გაიგებენ და ხარობენ მაგით იკვებებიან ეგეთი ბოროტი ადამიანები რა ვიცი ღმერთი ადრეთ გვიან ყველას მოკითხავს მას ბოროტ ადამიანს რამდენიერი ადამიანი არსებობს ხალხო მოიცოდეთ კი იცით მაგრამ ბევრმა მაინც არ იცის ვერც წარმოუდგენია მე იმდენად არ ვამბობ ჩემ ცხოვრებაშიც გადამხდა რაც თუნდაც ნათესავმა გამიკეთა ძალიან ახლობელმა გული მათკინა იცი როგორი ადამიანები არსებობს გული მათკინა მაგრამ მე ვითომ გამოასწორა იმ შემთხვევაში კიდე მისთვის უნდა და ჩემგან ისა ხეირის მიღება მე ვარ ზოგადად მაინც პატიებ შეიძლება ამწოთა ძალიან გაუბრას რაღაცა იფიქრობ აი მე ეს არის რაც არის მაგრამ მაფრები მერე მაინც სიკეთისკენ ვიხდები მაინც ღმერთის მით ფიქრობ რომ არ იქნები სწორად არ მოვიქცევი თუ მას კიდე სიბოროტით უპასუხებ თუ სიკეთეს გავაკეთებ მე ის მაინც სიკეთით დამიბრუნდება პატიობ მერე იმ ადამიანს ბევრს მოპატიე ნათესავსაც ახლობელსაც მეგობარსაც რა ვიცი შინაურს თუ გარეულს რა თუ როცა იყვენ ასეთი ადამიანები მადლობა ხოს კიდევ კაი ბევრი არ იყო მაგრამ მაინც ხო არიან არ გიცნობს ადამიანი მაგალითად აქ და მოგვარდება ისია აი რატომ უნდა გააკეთო მე არ ვიცი უფრო ვერ წარმომიდგენია არიან ახლა ადამიანები აი ალბათ სხვასაც ყოლია ესეთი ნათესავი რომ სხვასთან შენზე ან ცუც არ იტყვეს ან ცუც არ გაკეთებს მაგრამ ის ხო როწავა მერე
გაბულინგოს, ნახა დაბულინგებას მეძახით, ან ისეთი გაგიკეთოს, რომ რა ვიცი. ანუ როგორ აგიხსნათ ახლა? არიან ადამიანები სხვის ამბავზე იცრემლიან და საკუთარს რომ მოკლავინ, აი ასე რომ აქვს დაუშვათ, სიტყვაზე ვამბობ, რომ ახლა კი არ მოკლავს მართლა, მაგრამ რომ მოკლავს რა იტყვიან რა. სხვის ამბავზე იცრემლებიან, გულში მარტკივრობენ სხვას, გული ეთუთხება და საკუთარს მოუბრუნდებიან და მას ჩაქოლავენ და მოსაკლავად გაიმეტებენ. აი ასეთი ისინი ადამიანებიც არიან, აი სანათლისაობშიც, სანაცნობოშიც, ანუ შინაურ და გარეულში გულისხმობა რა, ანათლისაობში და არანათლისაობში, როგორ გითხრათ. ასეთი ადამიანებიც არიან. გონია რომ ძალიან კეთილშობილია. აი მე მის ასე როგორ შესტკივა გულიო და ის წავა და მე ისეთ დღეში ჩააგდებს მისიანს, თუნდაც ამანთქობს, რომ რა ვიცი მე. აი ესეთი მინახავს და პირადად ჩემს და გამომიცდია სხვებსაც მინახავს, რომ რა ვიცი, თუ არ გამოსადა ადამიანებს საკუთარი თვალით და არ ნახანან და მოიარაღერ გაიგებს მაგას. და ასე ბოროტი ადამიანი რომ მოისმეს ამას ვიღაცა უგულო ცივი, თვითონ ცხოვრება განაღებულია, ყველა და ყველაფერი ფეხებზე კიდია და ვიღაცას თუ უჭირს რა ღირსი ხარ მაგისო ეთქვის და იხე იმაშობა იკვება ბედნიერდება პირიქით სხვისი ცუდით არა ეგეთი ადამიანები არიან ბოროტესები ის სულით ბოროტი ეს სულით მახინჯი ადამიანები რო არის ესეთი ღმერთი ადრე თულიან იმათ ადამიანს ყველას მიუგებს თავის მისაგებებს აზრს ყველა დაეცემა ცხოვრება მაინც იმას იზამს ბოლოში დაყვედრება კიდე არაფრით არ შეიძლება ეგ ეს სანაცვლოდ რამე მადლში უკარგავ შენ გაკეთებულ სიკეთეს არ შეიძლება დაყვედრება არანაირად ის უდანაშაულო დროის ხმიან თავს საკუთარსაც სხვასაც ეგ არის ძალიან დიდი დანაშაული ერჩია მე რა ჩავარდა მაშინ ისევიდან ჩამოვარდა ეს თლები ჩამოვარდაში აი მე რამდენაირი ადამიანი არსებობს ჩემოყარებული რამდენაირი არ თქვა ახლა ადამიანი მიმართ ხოს რომ ასეთები არ არის ან ვინმეს არ ყავს ახლომახ არ არსებობს რომ არ იყოს ყველასთან არის უბრალოდ არ ამბობენ ასე ხმამაღლა ბევრი ამის ითმის და არასაჯაროებს ну ახლა თქმა უნდა ყველაფრის გასაჯაროებაც არ არის სწორედ მე შეწონილი მაგრამ ესეთი რამეები ხდება და ხდებოდა ყოველთვის ახლა არ ყოფილა ეს პირველი ახლა არ დაწყებულა ასეთ რამე ყოველთვის იყო მაგრამ ესეთ დიდი დოზით არა უბრალოდ ახლა ძალიან დიდი დოზით არის ადამიანებში ესეთი სიბუროტე ავედი ახლა დავპაუზო თუ გავაგრძელო მე არ ვიცი არ შეიძლება ორი ჩავწერო ერთად წავედი ახლა დაგეშვიდებით ჩემო კარგებო თორე ამ თემაზე ბევრი რამ საუბარი შეიძლება მშვიდობიანი დღე ყველა საბადროებით ჩემო კარგებო დიდი მადლობა ჩემი არხის ყურებისთვის თქვენი კომენტარებისთვის და ძალიან მჭირდება თქვენი თანადგომა ჩემი არხი გამოიწერეთ ვისაც არ გამოგიწერეთ გთხოვთ დამეხმარეთ არხის წესვლაში და განვითარებაში აბა დროებით და ისევ მოვალი